ქობულეთში სასტუმრო ჰასანში მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევა 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის განადგურებას ნიშნავს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სამართალდამცველებმა უკვე დააკითხეს ანსამბლის ხელმძღვანელი და მშობლები, ბავშვებთან კი ფსიქოლოგები მუშაობდნენ. გამოძიება დაადგენს ბრალეულობას ვის მიზეზით, რა მიზეზით მოხდა. მე მოვინახულე ბავშვები პოლიციაში, გავესაუბრე გამომძიებლებს, რომ ბავშვების უფლებები არ დარღვეულიყო, მათთან იყო თუ არა ფსიქოლოგი, პედაგოგი, მშობელი. შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მოგვიანებით ქობულეთში რუსთავის მერი და ქვემო ქართლის გუბერნატორი ჩავიდნენ. უსამძიმრებ თათ საქართველოს ასეთ ტრაგედიის ეს ბავშვები არიან მართლა ანგელოზები და ვფიქრობ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ხარჯი, რომელიც იქნება ამასთან დაკავშირებული, თავის თავზე აიღოს სახელმწიფო. არ მოყოფილა მომართვა, არც ერთი პაციენტი გადაყვანილი არ არის, ახლა ვნახეთ ბავშვები, მათ ჭირდებათ ამ ეტაპზე დახმარება. ძალიან ბევრი ნივთი დარჩათ, ზოგი ბავშვი შიშველია, შეიძლება ეხლა ვზრუნავთ იმას, რომ ეს ბავშვები შემოსოთ და ჩაცმული იყვნენ. აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყო თანხა, ბავშვებს შეუძინეთ საჭირო ნივთები, რაც იყო ტანსაცმელები. ჩვენ ფაქტიურად საქართველოს მთავრობიდანაც მთელი სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ ხარჯებს, რაც ამ ბავშვებს ჭირდებათ და შემდგომშიც იმ გარდაცვლილებს დაჭირდებათ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის განათლების მინისტრიც გია თავამაიშვილი განმარტავს, რომ ფესტივალი, რომელშიც რუსთავიდან ჩამოსული ანსამბლი მონაწილეობდა, კერძო კომპანიის ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზატორებს კი ფესტივალის დაგეგმვისა და გამართვისათვის სახელმწიფო ნებართვა არ ესაჭიროებოდათ. მე არ ვიყავ საქმის კურსში და შესაბამისად რატომაც არც დაპატეჟებულები ასე დროს, მაგრამ აქვთ მათ ეს სივრცე, სადაც ურთიერთობენ, ეს ერთი და ორი წელი არ ტარდება. კი, რასაკვირველოდ ერთი არის, რომ ისინი თავაზობენ და აი შერჩევა თვითონ სასტუმროსი და ასე შემდეგ, ფასებთან დაკავშირებით და ეს უკვე მათი პრეროგატივა, ვინც უშუალოდ აპირებს მონაწილეობის მიიღებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვა, რომელიც გაჩნდება ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ორგანიზატორებთან, მათ შორის მონაწილეებთან, ისინი ვალდებული იქნებიან ამაზე გასცენ პასუხი. ქობულეთში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურნენ და გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.